20 ივნისის საქმე სასამართლოში დღეს სამი მოწმე გამოიკითხა, ესენი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც მძიმე დაზიანებებზე ისაუბრეს. გავრილოვის ღამეს ოლიგარქის სპეცრაზმა 50-ზე მეტი ჟურნალისტი დააზიანა, მათ შორის პირდაპირ დამიზნებითაც. საქმე 2019 წლის 20 ივნისის მომხდარ დანაშაულზე აღიძრა ოღონდ მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ გავრილოვის ღამის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპოზიციაში გადაინაცვლა. მისი ნამდვილ ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აქვე გავიხსენოთ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ ივანიშვილმა გახარია პრემიერ-მინისტრად დააწინაურა. ირაკლი კობახიძე მაშინ ამბობდა ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო. სწორედ ამის გამო მიიჩნევა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად. დეა ბაძაღუა მოგვიყვება სასამართლოს ხდომის დღევანდელ დეტალებს. 20 ივნისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მედიის წარმომადგენლები დაიკითხნენ, რომელთაც აქვთ დაზარალებული სტატუსი, მათ ისაუბრეს 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აღწერეს ის მძიმე დაზიანებები, რომლებიც მათ მიიღეს, მათ შორის იყვნენ ლიკა ალელიშვილი, ეკა აბაშიძე და ოპერატორი კახაბერ ჯონჯუა. ლიკა ალელიშვილმა აღწერა თუ როგორ მიიღო კონკრეტულად დაზიანება ფეხის არეში, მან თქვა, რომ მისი განცდით ეს იყო მის მიმართ გამიზნულად ნასროლი ტყვია, რამაც დაუზიანა ძვალი და დეფორმირდა, რის გამოც დასჭირდა მრავალწლიანი მკურნალობა და რეაბილიტაცია, მათ შორის საზღვარგარეთ. რაც შეეხება კახაბერ ჯონჯუას, მან აღნიშნა, რომ ტყვია მოხვდა მას თვალის არეში, რის გამოც დაკარგა მხედველობა 60%-ით და დასჭირდა 4 ოპერაცია. რაც შეეხება ეკა აბაშიძეს, მას 2 ტყვია მოხვდა მკლავის არეში. გარდა ამისა, იყო საინტერესო დეტალი, რაზეც ისაუბრა ლიკა ალელიშვილმა დღევანდელ პროცესზე. მან თქვა, რომ აქციაზე მან დაინახა იმდროინდელი ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იმ პერიოდში კახაბერ საბანაძემ და აღწერა, რომ ის საუბრობდა ტელეფონზე და რაციით გადასცემდა კონკრეტულ ინფორმაციას და მას, როგორც თქვა, ჰქონდა განცდა, რომ ის კავშირზე იყო მის ზემდგომთან, ამ შემთხვევაში გიორგი გახარიასთან, როგორც მან აღნიშნა, ის ითხოვს კონკრეტულად ძალადობის განმახორციელებლის დასჯას და ასევე იმ პირის, რომელმაც გასცა ბრძანება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ პროკურორს ვკითხეთ ამაზე, მაგალითად იმ გარემოებაზე, რომელიც აღნიშნან ლიკა ალელიშვილმა, თუ როგორია მათი აზრი ამასთან დაკავშირებით, ესაუბრებოდა თუ არა კახაბერ საბანაძე გიორგი გახარიას იმ პერიოდში, რაზეც მან თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით ისინი საკუთარ დასკვნით სიტყვაში ისაუბრებენ, რაც შეეხება დაცვის მხარეს. ბერდია სიჭინავამ ხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან თქვა, რომ ლიკა ალელიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არც თუ ისე სარწმუნოა მათთვის კახაბერ საბანაძესთან დაკავშირებით, რადგან გამოძიების ეტაპზე მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუწოდებია. დაზიანება მივიღე ფეხის არეში, არტერიიდან 1.8 მმ-ში ტყვია, თუმცა ძვალმა გააჩერა, დაზიანებები მაქვს ძალიან ბევრი, მათ შორის ნერვები, კუნთის ნაწილი მაქვს მოჭრილი და ძვლის დეფორმაცია გამოიწვია ტყვია. ვითხოვ, რა თქმა უნდა, პირველი დღიდან როგორც შემსრულებლის, ასევე ბრძანების გამცემის თუ დამკვეთის დასჯას. დავინახე დიახ შინაგან საქმეთა მინისტრის, მაშინდელი მინისტრის მაშინდელი მოადგილე ტელეფონით და რაცით ტელეფონზე საუბრობ. საბარაუდოდ ის ესაუბრებოდა თავის უფროს, რომელიც იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს არის გიორგი გახარია და საბარაუდოდ მისგან იღებდა მითითებებს და შემდეგ თავად ასრულებდა, ასე ვფიქრობ. რომ მოწმემ თქვა, რომ კახა საბანაძე რაციით გადასცემდა კონკრეტულ ინფორმაციას და საუბრობდა ტელეფონზე. არის თუ არა თქვენთვის იმის დადასტურება, რომ ის საკუთარ ზემდგომს მინისტრს ამ შემთხვევაში ესაუბრებოდა გიორგი გახარიას? აღნიშნულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ შევაფასებთ ჩვენი დასკვნითი სიტყვის დროს. არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ლიკა ალელიშვილმა, რა თქვა. ფაქტი ერთია, ლიკა ალელიშვილს 7 წლის თავზე გაახსენდა, რომ პირველი უწყების, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, პირველი უწყების პირველი პირის ადგილზე ყოფნა 7 წლის თავზე გაახსენდა. ეს არაფერს არ ცვლის. საბანაძის იქ ყოფნა, ადგილზე ყოფნა თუ არ ყოფნა, არაფერს არ ცვლის. ფაქტი ერთია, რომ გიორგი გახარიას რეზიდენციის წყობის გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია, ეს თქვა ევროპულმა სასამართლომ, ეს თქვა სახალხო დამცველის შესაბამის შეფასებამ, ეს თქვა თავად პროკურატურამ. ას კითხვის ნიშნის ქვეშ ეს გარემოება ფიზიკურად ვერ დადგება. დღევანდელ
სულ პროცესზე მოწმეების დაკითხვამდე დაცვის მხარემ ადვოკატმა ბერდიეს სიჭინავამ დააყენა შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა ახალი მტკიცებულების დართვას. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ანგარიში და ბერდიეს სიჭინავა ითხოვდა, რომ კონკრეტული პარაგრაფი, რომელიც შეეხებოდა გიორგი გახარიას, დართულიყო მტკიცებულების სახით საქმეზე, რადგან მისი თქმით ამ პარაგრაფში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება ამ საქმეს იყენებს სწორედ გიორგი გახარიას დევნისთვის პოლიტიკურად, რაზეც მოსამართლემ თქვა, რომ ის იმსჯელებს ამასთან დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე გამოაცხადებს შემდგომ სხდომაზე, რაც შეეხება პროკურორის ბრალდების მხარის პოზიციას აღნიშნულ მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე ამბობს იმას, რომ ეს კონკრეტული ანგარიში არის შეფასებითი და ის საქმესთან შუაში არ არის, შესაბამისად არ უნდა დაერთოს. როგორც იცით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული ეს ერთადერთი სისხლის სამართლებრივი საქმე არ არის და მას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებითაც ედავებიან. 20 ივნისის საქმეზე კი მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რომელიც გულისხმობს ორზე მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე საქმესთან დაკავშირებით მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.